მოგესალმებით, დღევანდელი გაკვეთილის თემა არის რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე და რეჩ-პოსპოლიტა. რუსეთი დაარსდა მე-9 საუკუნეში, შეიქმნა კიევის რუსეთი ამ სახელით. რუსეთის მატიანის მიხედვით სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწევიათ, ანუ ვარიაგები რუსულად ვარიაგებს ნიშნავს, მოუწევიათ სამი ძმა, ბიურიკი, სინიუსი და ტროვერი, რომლის მეთაურობითაც, ანუ ჩამოყალიბდა ეს რუსული სლავური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში მხოლოდ რიურიკი ჩაუდგა, სწორედ ეს პიროვნება და რიურიკოვიჩების დინასტია შეიქმნა, სწორედ აქედან გამომდინარე. კიევის რუსეთი თავის ძლიერებას აღწევს ვლადიმერ დიდის მეთაურობის დროს 990-1015 წელს. და სწორედ აი ამ დროს 988 წელს მისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რუსეთი იღებს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობას, რაც იაროსლავ გზელინის ძალიან დიდი დამსახურებაც არის. რუსეთი ძირითადად გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის ჩრდილო სანაპირომდე და მდინარე ვოლგის ნაპირებიდან კარპატებამდე. მე-12 საუკუნეში კიევის რუსეთი ცალკე სამთავროებად იყო დაშლილი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი რუსული სახელმწიფოები იყო ჩრდილო აღმოსავლეთ ვლადიმერ სუსტალის სამთავრო, ჩრდილო დასავლეთით ნოვგოროდის სამთავრო და სამხრეთ სამთავრო, რომელსაც ასე ვთქვათ, სამხრეთ დასავლეთით მდებარე გალიჩ-ვოლინის სამთავრო. თავდაპირველად მათ ასე ვთქვათ, შორის ვლადიმერ სუსტალის სამთავრო დაწინაურდა, რომლის მთავრებიც დიდი მთავრის სახელით მოიხსენიებოდნენ. შემდეგ აი ასეთ დანაწევრებული, ასე ვთქვათ, სამთავროებს რუსული სახელმწიფოზე ახდენს ზეგავლენას მონღოლები და მონღოლების, ასე ვთქვათ, ზეგავლენის შედეგად 1227 წლიდან 1251 წლებში ბათო-ყაენი იყო ასეთი მონღოლი, ჩინგის ყაენის შვილი, რომელიც დაიპყრობს რუსეთს და აყალიბებს ვოლგაზე ოქროს ურდოს. 1240 წელს მდინარე ნევაზე შვედები, ასე ვთქვათ, ახდენენ ზეგავლენას. 1252 წელს ჩუდის ტბაზე ყინულის ბრძოლაში გერმანელი ტევტონები დაამარცხა ალექსანდრე ნეველმა მონღოლთა დახმარებით. 1380 წელს კი დიმიტრი დონელი კულიკოვის ველზე ამარცხებს მონღოლებს, მაგრამ უღელი ვერ გადადგეს და ანუ ვერ გაანთავისუფლეს. 1480 წელს მდინარე უგრაზე ივანე მესამემ უკან გააბრუნა მონღოლები და აქ შემცირდა, ასე ვთქვათ, და დასრულდა მონღოლების ბატონობა 1480 წელს, ანუ მდინარე უგრაზე და აი ამ მმართველის შემდეგ ქვეყნის სათავეში 1462-1505 წლები არის ივანე მესამესი, ხოლო შემდეგი მისი მემკვიდრე არის და რუსეთს მართავს ივანე მეოთხე მრისხანე, რომელიც პირველი ცარი არის და მისი წლები არის, მის მმართველობის წლები არის 1557-1584 წლები და აი მისი მმართველობის პერიოდში თითქმის, ასე ვთქვათ, უფრო მოწესრიგდა სახელმწიფო, ის არის პირველი მეფე, ანუ ცარის წოდებას ნიშნავს. მან შემოიერთა ყაზანისა და ასტრახანის სახანოები, დაიწყო ციმბირის სახანოს დაპყრობა, 24 წლიანი ომი ლივონიასთან, ასე ვთქვათ, ლივონიის ომი ბალტიის ზღვაზე გასასვლელად მიმდინარეობდა და აქაც კიდევ, ასე ვთქვათ, ეს ომი დასრულდა მისი გამარჯვებით. შემდეგ შექმნა სტრელცთა მსროლელთა კორპუსი, ზემსკიის სობორი, ანუ
პირველი რუსული პარლამენტი, საკანონმდებლო წიგნი, სუდებნიკი და აი ამის შემდეგ 1613 წელს ახალი რუსული დინასტია რომანოვების დინასტია ჩაუდგება ქვეყანას სათავეში, დასრულდა ივანე მეოთხის მმართველობის დროს რიუბიკოვიჩების დინასტიის მმართველობა და დაიწყო რომანოვების დინასტია. ანუ 1613 წლიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ მინდა შევეხო, ეს არის 1669 წელს რეჩპოსპოლიტას შექმნა, პოლონეთის სამეფო და ლიტვის საჰერცოგო იქმნება ლიუბლინის უნიით, რომელიც რომელიც ლუბლინის უნიის მეშვეობით შეიქმნება ეს რეჩპოსპოლიტა, შემდეგ დაიყოფა სამჯერ ეს პოლონეთი 1772, 1793, 1795 წელს და საბოლოოდ არსებობას შეწყვეტს. რეჩპოსპოლიტა რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ გაინაწილეს ეს ტერიტორიები. ახლა კი ვისაუბრებ პეტრე პირველის საგარეო პოლიტიკა და რეფორმებზე. ანუ როდესაც დაიწყო რომანოვების დინასტია, პეტრე პირველი არის რუსეთის მმართველი 1682-1725 წლიდან. პეტრე პირველი დაპყრობით ომებს 1689 წლიდან, ასე ვთქვათ, როდესაც ჩაუდგება ერთპიროვნულად, ასე ვთქვათ, ქვეყნის სამართავად, მისი მთავარი კურსი და მისი მთავარი იდეა იყო, რომ ჩრდილოეთიდან, ასე ვთქვათ, გაეჭრა ფანჯარა ევროპისაკენ და სწორედ ამის გამო ის იწყებს ჩრდილოეთის ომს 1700 წლიდან 1721 წლამდე, 21 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პეტრე პირველის ომები, ანუ ჩრდილოეთის ომი, ასე მოიხსენიება ისტორიაში, ევროპა ფანჯრის გასაჭრელად, ევროპაში ფანჯრის გასაჭრელად. 1703 წელს დაიწყო პეტროგრადის მშენებლობა მდინარე ნევეს შესართავთან ბალტიის ზღვაზე, მალე დედაქალაქი მოსკოვიდან აქ გადმოიტანა. 1709 წელს პეტრე პირველმა პოლტავის ბრძოლაში განადგურა შვედები, მეფე იყო კარლ მე-12. შემდეგ 1714 წელს ზღვაზე დაამარცხა შვედები განგუდის კონცხთან. 1721 წელს ზავი დაიდო, რუსეთმა შემოიერთა ბალტიის ზღვის გარკვეული ნაწილი და გაჭრა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე და ფანჯარა ევროპაში. 1721 წლის 2 ნოემბერს პეტრემ მიიღო იმპერატორის ტიტული, ხოლო რუსეთი გახდა იმპერია. 1796 წელს რუსებმა თურქებს წაართვეს ციხესიმაგრე აზოვი. 1713 წელს ანდრიანოპოლის ზავით პეტრემ აზოვი დაუბრუნა თურქებს, რითაც დროებით დათმო შავ ზღვაზე გასასვლელი. 1722-23 წლებში სამხედრო კამპანია კასპიის ზღვაზე აწარმოა. კასპიის ზღვაზე გასასვლელისთვის 1723 წელს ირანმა აღიარა კასპიის ზღვის სანაპიროს ნაწილის რუსეთის ხელში გადასვლა, ბაქო, დერბენტი. 1724 წელს კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება ოსმალეთთან ჩრდილო კავკასია რუსეთსა და სამხრეთ კავკასიას ოსმალეთს კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით ასე გადანაწილდა. ხოლო პეტრეს პირველის რეფორმები, რაზეც მინდა დიდი ყურადღება გავამახვილო, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდის პეტრე პირველი, მისი, როგორც აღნიშნე, იყო მთავარი იდეა ჩრდილოეთის, ასე ვთქვათ, გზით ჩრდილოეთის ომებით ევროპისკენ ფანჯრის გაჭრა, ევროპისკენ, ასე ვთქვათ, გასვლა უნდა და აი ამ ჩრდილოეთის ომებით და ამიტომ მან დაიწყო რეფორმების გატარება. პირველი მისი გატარებული რეფორმა იყო სამხედრო რეფორმა, დაჩქარებული ტემპით ატარებდა რეფორმებს და ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, თუმცა შემდეგ ჩალაგდა და ის სამხედრო რეფორმების შედეგად მოხდა სწორედ აი ამ ომებში და მის მიზნის, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად
შესრულება და ასევე გაატარა საფინანსო, რელიგიური რეფორმა, საგანმანათლებლო რეფორმა, ადმინისტრაციული კალენდარი და სხვა. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რითაც გარკვეულწილად მან გეზი აიღო ევროპეიზაციისკენ, თუმცა ამდენი რეფორმების მიუხედავად, მაინც, ასე ვთქვათ, ევროპულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩებოდა რუსეთი.